გამარჯობა ბავშვებო, მე ვარ ნათია. გიყვებით ამბებს წმინდანებზე. დღეს მოგიმზადეთ ანიმაცია ერთ მორწმუნე გოგონაზე, რომელსაც მჯდომარე ანასტასიათი მოიხსენიებენ. მართალია ეკლესიას ისჯერ არ ჰყავს წმინდანად შერაცხული, თუმცა თავისი მოწამეობრივი ცხოვრებითა და მოხდენილი სასწაულებით შესაძლებელია მომავალში ღვთისნებით, რა თქმა უნდა, ეკლესიამ წმინდათა რიგებშიც მოიხსენიოს. თუ რატომ ვქვია ანასტასიას მჯდომარე, მოგიყვებით ახლა. ერთ ცოლ-ქმარს გოგონა შეეძინა. მას სახელად ანასტასია დაარქვეს. სამი წლის რომ გახდა ანასტასია, დედა გარდაეცვალა. მამამ გადაწყვიტა მეორე ცოლი შეერთო. ანასტასია ძალიან მორწმუნე გოგო იყო. ის თბილისში ცხოვრობდა. სახლთან ახლოს მდებარე ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში გალობდა. მას ერთი უბრალო და ღარიბი ოფიცერი შეუყვარდა და მასზე დაინიშნა კიდეც. დედინაცვალს ანასტასიას ეკლესიური ცხოვრება აღიზიანებდა და არც მისი საქმრო მოსწონდა. ერთ დღეს ანასტასიას საქმრო პირველი მსოფლიო ომის ფრონტზე გაიწვიეს. ოფიცერი მასთან გამოსამშვიდობებლად მივიდა. მაწვილს ანასტასიას ნაცვლად დედინაცვალი დახვდა. გამარჯობა. ანასტასია სად არის? ანა ჭკუიდან შეიშალა. ფსიქიატრიულ საავადმყოფოში წაიყვანეს. ოფიცერი დაღონდა, უიმედობამ შეიპყრო და იქვე იარაღით თავი იბნო. ანასტასია ამ დროს წირვაზე იმყოფებოდა. გოგონა შინ რომ დაბრუნდა და საქმრო გარდაცვლილი იხილა, იმ დღიდან მუხლებზე დაემხო და დაიწყო მოწამეობრივი მოღვაწეობა. თავისი საქმროსთვის განუწყვეტლივ ლოცულობდა, მას ხალხმა მჯდომარე ანასტასია უწოდა. მას შემდეგ მთელი ცხოვრება გოგონამ მუხლმოდრეკილი ლოცვაში გაატარა. მიუხედავად ამისა, დედინაცვალი ანასტასიას მაინც სასტიკად ექცეოდა. ზამთარში, ყინვაში გამოდიოდა და ცივწყალს ასხამდა, თან ეუბნებოდა. ამ გზაზე სიარულში ხელს მიშლი. ანასტასიამ თავისი ღვაწლით იმდენად დიდი სულიერება მიიღო, რომ ის სნეულებს კურნავდა. მასთან ბევრი ხალხი მიდიოდა. მიჰქონდათ ვაშლები. ის ილოცებდა, ვაშლს, ჯვარს გადასახავდა და სნეულს აჭმევდა. მან ასე უამრავი ადამიანი განკურნა. ერთხელ თავისმა დისშვილმა გიორგიმ მეგობარ ბიჭთან ერთად მიირბინა ანასტასიასთან. ანასტასია, მე და ჩემს მეგობარს სათევზაოდ გსურს ქალაქ გარეთ გასვლა. ფული არ გვაქვს ბენზინის, იქნებ დაგვეხმარო. გიორგი, რაც გაქვთ იმით წადით. კმაყოფილები დაბრუნდებით. მართლაც დაუჯერეს ანასტასიას და ცოტა ბენზინით, რაც ჰქონდათ იმით წავიდნენ. გზად შეჩერდნენ. მეგობარმა გიორგის შესახა. გიორგი, ნახე 25 მანეთი, ქარმა მოიტანა. ისინი ქალაქ გარეთ გავიდნენ, თუმცა სათევზაოდ აღარ წასულან. მათ იყიდეს უამრავი თევზი. მართლაც კმაყოფილები დაბრუნდნენ შინ. ანასტასიას კი თევზი მიართვეს. დრო გადიოდა. მუდმივი ჯდომისგან ანასტასიას ფეხები ტანზე შეხორცებული ჰქონდა. 65 წელი მან თავის ეზოში მჯდომარე გაატარა. 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის მჯდომარე მდგომარეობაში დაკრძალეს. ბავშვებო, აი ასეთი გახლავთ ანასტასიას ცხოვრება. ის თბილისში გახლავთ კუკიას სასაფლაოზე დაკრძალული. მას დღესაც უამრავი მომლოცველი სტუმრობს. ტრადიციულად ვაშლები მიაქვთ მის საფლავზე და ჯვრის ფორმით აწყობენ, შემდეგ მიირთმევენ. უამრავი აღსრულებული სასწაულის შესახებ საუბრობს ხალხი. ანასტასია გახლავთ კარგი მაგალითი სიყვარულის. კითხვაზე თუ რა საზომი აქვს სიყვარულს, ანასტასიამ თავისი ცხოვრებით, მოწამეობრივი ღვაწლით გვიჩვენა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი აზრი და მხარდაჭერა. გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები, გააზიარეთ ვიდეო, რათა ბევრმა ბავშვმა გაიცნოს წმინდანები და მათი ცხოვრება.
მომავალ შეხვედრამდე.